საღამშვიდობის მეგობრებო. საკმაოდ გვიანია, რა თქმა უნდა, ასე დროს არ დაიდება მე ვლოგი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ განტვირთვა მომეწყო. ხო და ყველა ჩემი ოჯახის წევრი დავტოვე დაბლა სართულზე და ამოვიდი მაღლა სართულზე, იმიტომ რომ მეთქი ცოტა განიავება მჭირდება, ჭკვიდა თუ გადავიყვანეთ. ხო და ერთმანეთით ერთობიან და მე ამოვედი, რომ ცოტა გეჭორავთ. ესე იგი, მე სულ ვიცახი, რომ ორსულობაში შეიძლება ისეთი რაღაცები დაგემართოს, რაც თქვათ მანამდე ორსულად არა ვარ ხალხო. რაც მანამდე არ ქონია, მე არ დაგემართება. TikTok-ის სკროლვის დროს ძალიან მინდა და ეს ისტორია მომეყოლა, მოკლედ TikTok-ის სკროლვის დროს აღმოვაჩინე ფოტოსაც გაჩვენებთ აუცილებლად, რომ თუ არ ვცდები ინდონეზიელია, თუ არ ვცდები არ მინდა ხარაც ავიჭრა და სხვა რამე ვთქვა და მე მგონი რომ სწორად ვამბობ, დაურსულდა და პირველ თვეებში, ასე ვთქვათ, როგორც ხედავთ, მისი კანი ფაქტობრივად აი არ ვიცი, ლამის დაბერებული ამ დროს არის ძალიან პატარა ასაკი. მოკლედ დაიწყეს ძიება რა იყო და რა დაემართა ამ გოგოს და ვერ გაუგეს, მოკლედ რა ჭირდა და იყო ერთი ამბავი, ხო და ბოლოს მიაკვლეს ერთ-ერთ ურთულეს დაავადებას, რომელიც არის ფაქტობრივად აკნეს რაღაცა ბოლო სტადია, ანუ ასეთი აკნე, რომელიც ამ გოგოს აქვს, ალბათ, რა ვიცი, რამდენ კაცში ერთს ემართება, ხო წარმოგიდგენთ, ეს არის უიშვიათესი დაავადება, აკნეს რაღაცა ერთ-ერთი ფორმა, რომელიც იწვევს სახეზე ფაქტობრივად დაბერებას, ისე გამოიყურება, ანუ ბევრად, რა თქმა უნდა, შეცვლილი აქვს სახე და პეპკილი და აი თქვენც კარგად დაინახავდით. დაიწყეს მკურნალობა, ანუ რადგან მიაკულიეს რა იყო, მოკლედ დაიწყეს მკურნალობა და უთხრეს, რომ ეს ყველაფერი დაალაგდებოდა, როცა მისი პატარა მოევლინებოდა ქვეყანას, ხო და რომ იმშობიარა, მოკლედ ამ გოგონამ თითქმის აულაგდა სრულად, თითქმის მისი ეს მდგომარეობა და ჩვეულებრივი კანი აქვს, როგორც ხომ და თქვენ, თუმცა წერენ, რომ კიდევ ესაჭიროება მკურნალობა, რომ აბსოლუტურად გამოდევნონ ეს აკნეს ურთულესი დაავადება მისი ორგანიზმიდან. ხო და არავინ მითხრათ, რომ ორსულობაში ადამიანს რაღაცები არ ემართება, იმიტომ რომ ჩვენ რო გონია, რომ არაფერი არ გვემართება, დიახაც და ზუსტადაც რომ შეიძლება დაგემართოს ადამიანს. აი მაგალითად, მე სულ ვიცახი, რომ ჯვარი მწერია ასეთ რამ დამართნოდა, მაგრამ რა შემზიზღდა ეს მინდა გითხრათ. ეხლა იმასთან რა მოსტატანია, მაგრამ ანუ აი ორსულობას სასმელი, მე ადამიანი, რომელიც რაღაცა ჭანჭურის არაყი მიყვარდა და რაღაცები მიყვარდა, ტკბილსასმელები არასდროს არ მყარებია. ან ჭაჭის არაყი რასაყვარელია და თუთის, მაგრამ ნუ კაი. მოკლედ, ლუდი მიყვარდა და თევზთან ერთად და ნუ აი მოკლედ ძალიან მიყვარდა. ერთხელ აღმოვაჩინე, რომ მძულს, მეზიზღებას, სუნიც კი მაღიზიანებს ყველა სასმელის, ეს იქნება შამპანიური, ეს იქნება ღვინო, კონიაკი, ლიქიორი, აი თუ გინდა $1,000,000 ღირდეს, ჩემთვის არანაირი ღირებულება, ასე ვთქვათ, სასმელს არ გააჩნია. ხა სიამოვნებით წავიღებ დავუშვათ სადმე, როდესაც მივდივარ მაგალითად სტუმრად სასმელს, ეს იქნება თუნდაც ერთი ბოთლი ღვინო თუ რამე კონიაკი, მაგრამ აი რო გითხრათ, რომ ისე მიყვარს და მშრალი და რაღაცები, ნუ აი აბსოლუტურ ზიზღში ვარ გადასული და რო გითხრათ, ხა რომ მაწუხებს თქო ეს საკითხი, არ უბრალოდ მიკვირს. რამ გამოიწვია ეგ ყველაფერი, აი ძალიან მიკვირს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ანუ მე ვიყავ ადამიანი, ვისაც უყვარდა დალევა და აი რა მოხდა ასეთი, რომ საერთოდ სასმელს ატანა, აი რომ მიტყვი, აუ ერთი ჭიქა მაინც ძალიან ვერ ვუხსნი, რომ ვერ ვსვამ. ერთი ჭიქაც კი ჩემთვის აი რა გითხრათ, კატასტროფა მემართება, ერთ ჭიქაზეც კი
ეჭკას ბოლომდე რა თქმა უნდა ვერ დავლევ და ნახევარსაც ვერ დავლევ. ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ დალია სამბავიროა და მე საერთოდ არ მიყვარს ადამიანთან ესეთი კომუნიკაცია, რომ გინდა თუ რა დალია და ძალიან თუ ასხამენ ხოლმე ადამიანებს, არც ქალებზე არ მიყვარს მსგავსი ქმედებები და არც მამაკაცებს. ახლა ადამიანი რო გეტყვის რომ მე ვერ ვსვამ, ძალიან მარტივი გასაგებია, რომ იმას აღარ უნდა დაელაპარაკო ამ თემაზე. ან ჩემი აზრი ასეთია, თუმცა რატომღაც მაინც მისაღებია ჩვენთან სიკვდილამდე, კუბოს კარამდე გამოყვნენ სანამ იზიარდა გათრობენ, რომ ფეხით იმით აღტრევით არ გაგაცილონ. ანუ რატომღაც ეს დამოკიდებულებები არის და არ მომწონს, იმიტომ რომ აი იმხელა დისკომფორტი მექნება მე მაგათაც სადმე რო ვარ და დალია ხდება ხოლმე და მე რო ერთ ეგეოს ვიმეორებ, რომ აი თავ ვუსაბუთებ, რომ იცი რა არის ურსულობაში რაღაცა შემზიზღდა და ვეღარ ვსვამ და მაინც რო იგივე დალია, აი მაგაზე გიჟდები, ისეთი რაღაცები მემართება და ასე ვფიქრობ ხოლმე, რომ მამაკაცებიც ეგრე ხო არიან, რომ დალია და რომ არ უნდათ დალევა ვერ სვამენ, ან რა ვიცით, ან კურნალობენ, ან უბრალოდ არ უნდათ და გენდა თუ არა დალიაში რა კაცი ხარ და დალია და აი არ შეიძლება რა, აი არ შეიძლება. ნუ აი ორსულობის მერე 5 თვე იყო გასული, ხო? 4 თვე ნახევარი 5 თვე ჩემს მარიკოს კოვიდი რო შეხვდა და მეც და ანუ ესე ვამბობ ხოლმე რომ ორსულობის და კოვიდის თანხვედრით მოხდა რომ სასმელი შემზიზღდა. ამ დროს ოღონდ ნახე ის თვეებიც კი არანაირი სურვილი არ გამჩენია სანამ კოვიდი შემხვდებოდა დალევის სუნზეც კი აი ვიღაცები რო სვავდნენ ვიცენტრებოდი, ანუ ისეც უბრალოდ ხდებოდი და ვფიქრობ რომ დიახაც რომ ორსულობაში შემზიზღდა. ანუ მე ეგრე გონია რა, აი ხა ზოგმა მითხრა რომ არა კოვიდმა იცით რაღაცების დატოვება და აი არ ვიცი, ვერ გეტყვით, ალბათ ორივემ ერთად შეუწყო ხელი, რომ აი რაღაცები მოხდა ჩემს ორგანიზმში. მაგას ვამბობ, რომ ხდება. ეგეთი რაღაცები ხდება, ხა რაღაცები შეგზულდა, შეგიყვარდა, ეს ბევრად მარტივი ამბავი, ვიდრე ზოაკნე შეგხვდეს ასეთი რაღაც სასწაული და სანაბაურს არ გააჭენ, ხა ფაქტობრივად რა ვიცი, მე წარმოიდგინეთ, ხო? რა ხელა და მეწერა რომ ძალიან გვერდში ედგა, მეუღლე მას ამხნევებდა და არ ვიცი, სხვათა შორის მე კომენტარებს გადავხედე და იქ ზოგს ეწერა რომ აუ მე ალბათ მივატოვებდიო და თქისა გამოდით რა გამოქვაბულიდან, აი როგორ შეიძლება ხო ასე დროს შესაყვალ ადამიანს ხელი კრა, როცა აი ყველაზე მეტად სჭირდები, როცა ყველაზე მეტად უჭირს, როცა ყველაზე მეტად შენ სჭირდები, ანუ არავინ არ სჭირდება, შენ სჭირდები და ჯერ ორსულობა რამდენად რთულია და რამხელა დიახაც რომ სტრესთან არის დაკავშირებული და რამდენი ემოცია არის, ხო? დედის ტვინში და ყველაფერში და რამდენ რამეზე ფიქრობს ამ დროს ადამიანი და პლუს ის რაღაც დაავადება შეხვდა და კვარი პიძის, იმიტომ რომ აი ვიზუალი გაქვს რაღაცა კატასტროფა. ძალიან რთულია, ხო? ერთია რომ ვერ მოგეწონება იმდენად ის არის, ხო და გასაგებია, მაგრამ ესე თან რო გეუბნებიან რომ დროებითია და აი არ ვიცი, ტოვებ და მიდიხარ დაუშვათ რომ დატოვო და წახვიდე და მე ყველაფერი დალაგდებ და უკარო მოუბრუნდე. ხო უნდა მოგარტყას პანჩური ყველა ვარიანტში, ახლა თან ერთი არა ორი. იმიტომ რომ ნუ აი არ ვიცი, მე არ მესმის რა ეგეთი რაღაცები, მაგრამ ნუ ხო, თურმე შეიძლება რომ ხო მე მივატოვებდი წერენი ძალიან დიდი იმით, რომ თითქოს ხო მაგარი რაღაცას ამბობენ. სამწუხაროდ ხდება. ხო და აი რამდენად, აი მე მაგალითად არასოდეს არ გამიგია მსგავსი რამ, რომ ვთქვათ ორსულობაში დამარცხდა ვინმეს, აი როგორც ხა ეს აკნე მაგალითად, რომ სოფლიო განაცვიფრა, იმიტომ რომ ეს არის უიშვიათესი და არავინ ალბათ მილიონ კაცში ერთს აქვს, ან 2 მილიონ კაცში, აი არ ვიცი, ანუ იმდენად იშვიათი დაავადებაა, რომ აი აქ რამა გაფიცებ გაწითლებული. ხო ხა სამსახურში გავდივარ და უნდა დამფოთლოს აუცილებლად.
ხო და ანუ არ გამიგია მე ხა შეება ძალიან ბევრი რამეც არსებობს ხა მაგალითად დაავადებები და ემართებათ ორსულ ადამიანებს, მაგრამ ხა მე ნამდვილად არ ვიცი ხა ეს ისტორია უკეთებ მე ერთ პირველად გავიგე და ხო გამოვშტერთ იმეთქი იცი რა მითვალისწინებთ და არც ვიცოდი თქო ანუ ფაქტობრივად ადამიანს სახე აღარ აქვს ხო მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ საბოლოო ჯამში აულაგდა ყველაფერი როდესაც პაწაწუნა მოავლინა ამ ქვეყანას და ხო რა უცნაური რაღაცები ხდება ხოლმე ნამდვილად და დავიღას არ გაიგებ მე მართლა რა ზარ გაიგებ აი არ ვიცი ნუ ხა ის როსლობაში ზოგი ცარც ჭამს და ის ნუ ხა მაგაზე არ არის საუბარი ხა ამ წამს აი დაავადებებზე საუბრობ რომელიც მე არ გამიგე ხა მე შემზიზღდალუდი და ბევრი ორსულად არ წმინდა ვიღაცას რაღაცა შეუყვარდა ვიღაცას რაღაცა უბრალოდ რა ხდება ამ დროს რა ორგანიზმში რომ რაც გიყვარდა ის შენთვის უკვე ხდება აი რა იცი რომ გეზიზღება და ატანა არ შეგიძლია აი რა ხდება სულ ფიქრობ ხოლმე ნეტა რა ხდება და ნეტად ოდესმე მექნება სურვილი იმის რომ თუნდაც დავლი ანუ მომინდება მე ეჭვება იმიტომ რომ მარიკო 4 წლის არის და ამ 4 წლის მანძილზე არც ერთხელ რომ აი ხა დავლიო და რაღაც არ მომდომებია ერთადერთხელ დავლი ეგეუბნებით მაშინ ერთხელ ცოტა ლუდი მოვწურყე აი არც ითვლება იმდენად ცოტა აი ტუჩებს რომ დაისველებ ხო ხვდებით და მეთქი ვერ თქო და ეგ იყო რა და ისო ფიქრობ ხოლმე რომ რა ემართებათ ამ დროს ადამიანებს აი რა იცვლება რა ხდება ამ დროს ადამიანში რომ ამ დონემდე რაღაც აღარ გინდა ანუ სასწაულია რა არ ვიცი სასწაულება რა არის კიდევ ერთი თემა ესე იგი TikTok-ზე აქტიური იყო, მოკლედ ის გოგონა. გინდა TikTok-ერი დავარქვა, გინდა ინფლუენსერი, არ ვიცი, ნუ მოკლედ TikTok-ერით არის წარდგენილი, ასე ვთქვათ, ნიუსებში და ხალხო ჯერ არაფერი არ არის გარკვეული, არაფერი არ არის ჯერ გამოძიებული. და თელმა სოციქსელმა შერაცხა ეს გოგო მკვლელად. ხა თქვენც გაიგებდით, დარწმუნებული ვარ ამ ამბავს, ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც მისი ქმარი მოკლა. ასია ყველა ნიუსში, ანუ ეჭქვეშაც არ დგას, ესეც არ არის, ანუ ესე და აი არ ვიცი, ცოტა ну, აი შოკირებული ნამდვილად ვარ, ცოტა არა ძალიან. მეგონი ყველა ვართ, ვინც ეგ ნიუსი წავიკითხეთ და გავიგეთ ნამდვილად რთულია, რომ აი ზუსტად თქვა, რომ ეგრე იყო. ჩვენ არავინ არ ვიცით რა იყო, როგორ იყო. თავიდან აღიარაო და მერე დაწერა ჩვენებაო, რომ მაიძულებდნენ ამის თქმასო და ვთქვიო, ну არ ვიცი მოკლედ რეალურად რა მოხდა, უბრალოდ ერთ-ერთი რაც მინდა ხა ამ ბავში ვთქვა არის ის, რომ სანამ რამეს გამოიძიებენ, არ შეიძლება რომ გრევე მკვლელია და წერტილი დავუსვათ, იმიტომ რომ ну ეს გოგონა მტკიცებს, რომ ჩაირტყაო თვითონო და ანუ ხო ხვდებით ხა არ მინდა ამ თემის გაშლა, უბრალოდ მაინც ვთვლი რომ ამ ამბიდან იმ დღესვე უკვე ყველა ლანძღავდა წევრი და ყველა აი უმრავლესობა რომ აუ მოკლავდა კი კაცო იცი ეგ TikTok-ზე ისეთ სიმღერებს უსმენ და უეჭველი ქმარს მოკლავდა ანუ ხო ხვდებით საიდარას აკავშირებს ხალხი რომ ვერ გაიგებ რა მე მაინც ვიტყვი რომ დაველოდოთ გამოძიებას აუცილებლად გაურკვეველი არ დარჩება არაფერი. დარწმუნებული ვარ ძალიან მძიმეა.
მათი უახლოესი ადამიანების რეალობა, ძალიან რთული რეალობის ქვეშ არიან ყველანი და ამ დროს ბიჭის მხარეს საერთოდ არ აინტერესებს გამოძიებას დაველოდოთ. ნუ მოკლა გოგომ და მორჩა, ანუ ეს ის არის რა. ასე რომ ძალიან სამწუხაროა ბევრი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში კი არა მსოფლიოში და ისეთები ხდება მსოფლიოში ჯვარი გვწერია ხალხო. ესეთი ამბები ხდება, ამიტომ მაინც ალბათ იმ დღესვე განაჩენის გამოტანა ძალიან არ მგონია სწორი. იმ დღესვე ხალხო გადავირიე, ანუ მართლა მეთქი ხალხო რანაირად. ხო, ბოლო თემა რაც მინდა რომ კიდევ ვისაუბრო თქვენთან. TikTok-ზე მომწერეს რა ღირდა ჩემთან რეკლამა, დამერეკლამებინა ტაროს გაშლა. ვერაფრით ხალხო ვერ მივხვდი როგორ და დავარეკლამო ტარო, იმიტომ რომ ეხა ნახეთ. მე მაგალითად ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე ტაროს გაშლებს და დახშეთ ვუყურებ მოკლედ რა. ეხლა რო გითხრათ ახლა ჩავთავ და სპეციალურად მაგას ვუყურებ არა, მაგრამ რაღაცა ძალიან მაინტერესებს ხოლმე თუ შემხვდა სკროლის დროს რამდენიმე წამიწუთი ვჩერდები ხოლმე რა. ეხლა რაღაცას რო გიგზავნიან, რაღაცას რო გთავაზობენ, ხა გააჩნია რაზეა საუბარი ხო, მაგრამ აი ტარო ვერ მივხვდი რანაირად დაბერე, აი და თან როგორი რაღაცა ეს მკითხაობა რა, ჩავიცხარ მკითხავ ხა ვიღაცა ამბობს რომ რაღაცა ღმერთების რაღაცაა და აი დავი არ ვიცი, მაგრამ რეალურად ხა მკითხაობა რა არის, არ ვიცი, ხა მე მგონი რომ მკითხაობა რა არის, აბა ხა ტარო. რაც არ უნდა, ნუ ტარო ზოგადად მოიხსენიებენ როგორც წინასწარმეტყველებას ესე. თუნდაც იყოს წინასწარმეტყველება ხა ვიღაცისთვის, მაგრამ აი რანაირად უნდა დავარეკლამო, გაფიცებთ ხო არ იცით, აი ვერც მივხვდი რანაირად შეიძლება რომ წარადგინო ეგ ამბავი. ხო და თან შესაძლოა წინასწარმეტყველება ზოგადად და ასე ითქმება განმარტება ასეთია და მათთვის არის ასეთი, მაგრამ ჩემთვის მაინც მკითხაობა თითქოს სიმართლე გითხრათ, აი არ ვიცი, არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს, იმიტომ რომ ამ საქმეში უცოდინარი ვარ ფაქტობრივად, ანუ შემიძლია თავად თქვა რომ უცოდინარი ვარ, არ ვიცი ხა მე მაგათი სისტემა და რა და როგორ და რანაირად მუშაობენ. უბრალოდ ტაროსაწნევდი გვარაფერი არ მაქვს ვუყურებ ხოლმე, მაგრამ მკითხაობა რა, ჩემთვის წინასწარმეტყველება თუ რა არის, გასაგებია, მაგრამ ჩემი თვალით დანახული, აი არ ვიცი, ალბათ სიღრმისეულად არ ვარ ამ ოპოში ჩახედული და უფრო მაგიტო ვერ გავიგე, ხო ხდებით რა. რა თქმა უნდა, უარი უთხარი, დავემშვიდობით ერთმანეთს. თუმცა მადლობელი ვარ, რომ ამირჩია და მომწერა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ზოგადად რამეს მიკვეთავს და ვისთანაც მე თანამშრომლობ და მითანამშრომლია. მაგალითად ბინა რო დავდე $800 თქო და ნუ აი აფეთქდა ჩემი დოდონას ბლოგის კომენტარების აი რა თქმა უნდა არ გავთიშავდი კომენტარებს, მაგრამ აფეთქდა ჩვეულებრივად. აი მე მაგას ეგო გასაქირავებელი დაგჩებათო და მინდა გითხრათ აქედანაც რომ ნუ ნერვიულობთ, ნუ რავინ არ დაგჩება გასაქირავებელი, იმიტომ რომ დიდი ალბათობით დღე-დღესე გაქირავდება. მიდის მოლაპარაკება, უნდა დაიწყოს პროცესად მოლაპარაკებები და ვნახოთ რა გამოვა. ის არის სხვა იქნება, ხო ხდებით რა რამდენიმე ისეთიც იყო ეხა რომ ეგ მაგას რა გააქირავებს, ეგ დაგრჩებათ და მე იაფად გააქირავებ თუ რაღაც. მე საერთოდ არ მესმის ასეთი კომენტარები სიმართლე გითხრათ და ყველაფერი კი უნდა დაარეკლამო თუ რაღაც, რა ვიცი, აბა ეხა ვისთვის რა როგორ რანაირად ხა ბინების გაქირავებაზე რეკლამის გაკეთება რატო ითვლება ცოტონად მე მაინც ვერ გავიგე, როცა 1000 ნაგავს არეკლამებთ უკაცრავად. და ისეთ რაღაცებს მართლობაშია დაიცენტროს ადამიანი. ხო და რა ვიცი. ვერ გეტყვით. რატოა ეს რაღაცა
ცუდი ტონი არ ვიცი, თუმცა მეუბნებია რომ ძალიან კარგი სტარტი იყო ამ ბინის წარდგენა, როგორც მე გავაკეთე ეს რეკლამა. ჩემი დედაშვილის სახლია ხალხო უცხოესი არ გამიკეთებია და ანაზღაურება ამში არ ამიყია მოკლედ რა გიხსნათ და კარგი სტარტია მოკლედ და თუ დაიწყებო კარგ სიზაო და ჯერ ვერ გავდივარ ხაზებზე რაღაცებზე, ხა სამსახურში გავდივარ და ძალიან არეულდარეული ვარ. თუმცა თუ მექნება შემოთავაზება უცბად გავაკეთებ. იმიტომ რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავ ამაში ცუდს და როგორ ხედავენ და რატო ხედავენ ადამიანები ცუდს ვერ გეტყვით. კარგი, ახლა მინდა გაჩვენოთ ფოტო, რომელიც აგდევს და ეხლა რამდენჯერმე გავხედე იგი და აი გულში სითბო ჩამეღვარა, იმიტომ რომ ეს ფოტო არის გადაღებული მე რამდენი ხნის ამბავია. აი ძალიან ბევრი წლის წინ არის მოკლედ გადაღებული და ძალიან მიყვარს. და ეს ფოტო გაგზავნილი მქონდა საბერძნეთში დედასთან და იქ მედოვა სულ და ვყურებდი ხოლმე ვგიჟდებოდი და მე რა გამოაგზავნა რომ სამსახური გამოიცვალა მოკლედ ამასობაში არ გატყდესო არ დავკარგო გავგიჟდები ისე მიყვარს ეს ფოტო და ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ და ამით კიდევ ის გითხრათ რომ დიდი ხანია მე ფოტოების გადაღება მიყვარს ვიდეოების გადაღება მიყვარს და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი მოკლედ ამაბის და ახლა ვიგაჩვენე. ჩარჩო უკვე შელახულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლის ჩარჩოა და სპეციალურად არ ვცვლი, იმიტომ რომ აი იმ ძალიან კარგ რაღაცებს მახსენებს და რაღაცა ძალიან ძველ რაღაცებს მახსენებს მოკლედ. ერთი წუთით ისე მინდა გაჩვენოთ, რომ აი არ ვიცი რამდენად ჩანს. მინდა რომ კარგად დაინახოთ, ამიტომ ჩავაბნელე ცოტა ეკრანი. ეს გახოთ თქვენი მონამორჩილი. ეს ფოტო ძალიან მიყვარს, ეს ჩემი ბიძაშვილის ზედა იყო მახსოვს. და აი ძალიან ბევრი ვიწვალეთ, აი ამ რაკურსით გადავიღოთ, აი იმ რაკურსით გადავიღოთ, ასე იქიდან გავიხედები ეს რაკურსი მომწონს და ძალიან კარგი იყო ეს დღე, აი ფანტასტიკურად მახსენდება, ყველა წამი მახსოვს იმ დღეს გადაღებული და ძალიან მომწონს. ხო, მეორე ფოტო მინდა გაჩვენოთ, რომელიც მე დედარდო ჩავაბნელი ასე. აქ ვარ ალბათ მარიამზე პატარა. რა თქმა უნდა, მარიამზე ბევრად პატარა ვარ აქ. ძალიან ძველი ფოტო 1988 წელი აწერია თბილისი. მე ხა თქვენ გაჩვენებთ, ვაიმე უკაცრავად გაჩვენებთ ფოტოს. ნახეთ აი ეს გახლავთ ჩემი ძმა, მეც ეს გაჩვენე. ეს გახლავთ ჩემი ძმა, ცოტა ახლოს მოვიდან, რომ უკეთესად ანუ აღიქვათ. ეს გახლავთ ჩემი საყვარელი დავითა, ჩემი ძმა დათო. შუაში გაპუწული რო ვდგა. ძალიან ცუდად ვარ ამ ფოტოზე. ეს გახლავთ მე შუაში თეთრი რომაცია, იდეაში ვარდისფერია, მაგრამ აქ თეთრად ჩანს. ეხლა ვინმე არ მითხრათ, რომ მარიამი აქ არ მგავს, თორე შეიძლება თავი წავიქციო აქვე, იმიტომ რომ აი ყველა მეუბნება საოცრად გავს მარიამი, მით უმეტეს როცა იბუტება. აი ნახეთ, ეს ვარ მე და აი ეს გახლავთ დედა ჩემი, აი ეს უწვრილესი ადამიანი, აი ეს აქ იყო ძალიან გამხდარი, თვითონაც თქვა რომ კატასტროფულად გავხდიო და აი არ ვიციო ეშინოდაო ხალხს ისეთი გამხდარი ვიყავიო, თუმცა იმას რომ გავითვალისწინებთ რომ დედა სამშობიაში 53-45 კილო შევიდა, ნუ რავი. ეს გახლავთ ბებო, მამა ჩემის დედა. შუაში რომ არის, გახლავთ ჩემი ბებო, უკვე გარდაცვლილია, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა ჩემი ბებო. და იყო აი არ ვიცი რამდენად ლამაზი, მინდა რომ მისი ფოტოები გაჩვენოთ მისი ახალგაზრდობის ჯერ ასაკშიც ისეთი ლამაზი იყო ხო გავგიშდი. აი საერთოდ არაფრის წასმა არ უყვარდა ბებოს გარდა წითელი ტურსაცხის, ამ ფერადი ტურსაცხი უნდა სმოდა აუცილებლად სახეზე არაფერი და
იმდენ ლამაზი იყო, რომ ვეუბნებოდი ადამიანო, რანაირად ახერხებ ეგრე, რომ არაფერი გესოს და ისეთი ლამაზი იყო. ხო და დამგვანებოდი, ხო შეიძლებოდა. ხო და მოკლედ ეს უძვირფასესი ფოტოა, რომელსაც ესე რაღაცა გულით ვინახავ. ნუ ეს ადამიანები იმიტომ არ გითხარით, რომ ხო თქვენთვის ეს არ იქნებოდნენ არავინ, ჩვენი ნათესავები არიან. რატო გამიჭედე შვილო? ხო, ნუ კარგად ვერ გაჩვენებთ მოკლედ. მრავალი წლის წინ ალბათ გქონდა მიმოსვლა, როცა ხა დედა აქეთ იყო და მე არ ვიცი, უკვე ფაქტობრივად უკვე აღარ ვიცნობთ ერთმანეთს. ნუ ჩემზე სობარ თუ დედაზე არა. მოკლედ ესეთი ამბები გოგოებოდა. საერთოდ მე ფოტოები მიყვარს ძალიან. ეს ხა აქ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. რა აქვს რაღაცა ლაქათრო ჩვენს გონზე არა ვარ რა არის მისია მინაზე არის მოკლედ რაღაც დასხმული თუ ნუ აი არ ვიცი და აქ შეატყობდით როგორი წვრილი წარბი მაქვს არ გეგონოთ რომ აქ ჩემით ამოვიგლიჯე სალონში გამიკეთეს ანუ მე ესეთი წვრილი წარბი არ მიყვარს არ მიხდება აი ზაფები მქონდა დატოვებული გავგიჟდი და მახსოვს დედა ჩემმა ლამის ფაქტი მიიღო რომ დამინახა ანუ მალე და მაინც გამოჩნდა ეკრანიდანაც კი დამინახა და გააფრინა ქალმა ეს რა არის და ბოლო რაც უნდა გაჩვენოთ დღეისათვის ეს გახლავთ აი ამის სწავლა რომ მიდოდა და ის გოგო გადაირია რომ ხელნაკეთნი თვებს ქმნია რომ ჩავუყარე მე ჩემი ამოშორები და აი რად გინდაო რა მისწავლო შენი თუ უყურე YouTube-ში და შენით ისწავლიო ეს გონი ნანახიც მაქვს თქვენთვის არ ვიცი ხო არა ვანთო განათება და ეს შევიძინე იმ გოგონასგან იმისათვის რომ ჩემს ამას ლენტი ქონა მობმული გოგოებო და აი მართლა არ ვიცი ხა ლენტი სად არის სიმართლე გითხრათ ხა 5 წელს რატო ინახა ეგეც არ ვიცი მაგრამ ძალიან მელამაზება და სადღაც მეკეთა არ მახსოვს სადღაც თუ ფოტოებისთვის გავიკეთე არ ვიცი არა მარიკოს ეკეთა ეს და ის იყო რა ქვია ვიყიდე ჯვრის წერისთვის. ცოტა ადრე ოღონდ და მე ისე მოხდა რომ საერთოდ სხვა რაღაცა წამომიარა თავში და ეს რა თქმა უნდა აღარ გამოვიყენე, მაგრამ აი ეს უნდა ყოფილიყო, აუ რა ცუდი განათლება მოიცა თქვენ ახლა გიშველით. ახალავე წესით უნდა ნათელი დაგვადგეს და აბა ვნახო დაგვედგა ნათელი დაგვედგა ნუ შედარებით დაგვედგა ეშკარად თან პორტოტის რეჟიმით ვიღებ და საშინელი გამონისა აქვს სიგნალში და მოკლედ ეს უნდა მქონოდა ეხლა გასასწორებელია მაგრამ კი მიხვდებით მაინც თმა უნდა გაყოფილიყო გადაწეული ანუ ესე მინდოდა ხო და აი ესე უნდა ყოფილიყო მოკლედ რომ აგიხსნათ ეს ოდნავ აი ესე რაღაცნაირად უნდა ყოფილიყო და უკან ლენტით დამაგრებული და იყო ულამაზესი აი პემეტე დამიშველეთ ძალიან ლამაზი იყო მაშინ რომ მინდოდა და ვტესტავდი როგორ გამეკეთე ძალიან მომწონდა ხა ხარ მომწონს მაგრამ მაშინ მომწონდა თუმცა არ ვაგდება მე ხა გავუკეთებ ბანტს და გაჩნია საწყავალ თავისუფლად შემიძლია ეს გამოვიყენო მოიცეთ სარკეში ჩავიხედოთ როგორ არის ეს შემიძლია გამოვიყენო ყელსაბა აი ეს გაჩნია რამეც მევა შენ დაქტანჯეთ ხალხო აქ დამედოდალე აი მიშველეთ დღეს იმგეჯერ თქვი მიშველეთ მიშინე ვინ პატრულერ გამოიწახოს აი ასე ძალამაზი ძალიან საყვარელია ეს პერიოდი ამის გაკეთებები მინდოდა ძალიან ეს ამოვიჩემე და მე ნუ აი არ ვიცი რა მინდა ვერ გავიგე ხალხო აი ძალიან დაულაგებლობაში ვარ ძალიან გაურკვევლობაში ვარ
და ჩემი მეუბნება რომ ძალიან ბევრი ხელსაქმე რომ გეხერხებაო, ანუ ძალიან ბევრნაირი რაღაც გაკეთებ რომ გეხერხებაო, ეხლა არეული ხარ და ვერ გაგიგია რა გააკეთო და ეგრე ვარ, მაგრამ ხო უნდა დავლაგდოდეს მე რა მინდა და რა გავაკეთო, ანუ სამომავლოდ სხვანაირად მინდა რა, აი მრავალფეროვნება მინდა, ცოტა მომბეზრდა ერთფეროვნება. მიხართ ისე რომ თითქოს ერთფეროვნება არ არის, მაინც უკვე იმ ყველაფერში უკვე ერთფეროვნებაა, ხვდებით? ანუ უკვე იმ ხელა დოზით ვიყავი ამ საქმეში, მე თავიდან ფეხებამდე ჩართული, რომ სხვა რამე მინდა რა, მე იდეაში თეატრში უნდა ვიყო და სცენაზე უნდა ვიდგე. მთელი ჩემი ცხოვრება სცენაზე ვიდექი და რთულია ხა ჩემთვის ეს რეალობა რა რეალობაშიც ვარ, მაგრამ ნუ კაი როგორც არის ხარმი და ამაზე საუბარი. ხო და მოკლედ არ ვიცი. ეხლა წავედი გავიქეცი, დიდი მადლობა რომ იყურებთ. მე ძალიან ცხელა ხალხო ფანჯარა აქვს დაკეტილი მამა ჩემს და გავიგუდე. ეხლა უნდა ჩავიდე. ეს აქ დარჩენია ჩემ ძიმშოს. ხო და გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ იყურებთ. ხანდახან ცოტა მიფანტება ხოლმე ხალხო გონება. აჯანდაბა მჭირს არ ვიცი. ეხლა უნდა ჩავუჯდე მე ავერსის წიგნია. და წერია ძალიან ბევრი რაღაცეები რა, აი დაავადებებზე რა, როგორისთვის, აი ბევრი რაღაც მოკლედ რა. ძალიან საინტერესო წიგნია სხვათა შორის და ვფიქრობ რომ ისეთია რა, გამოსადეგი, ასე რომ ვთქვა, ერთხელ რომ უნდა წაიკითხო აუცილებლად ადამიანმა ისეთი და ერთი დღე ჩაუჯდებით ხო და იმედი დავდე აქ. და ხა როგორც თქვენ ჩაუჯექით, ის შეჩაუჯექი მე და მით უფრო ახლა საერთოდ აღარ მეცდება ამის შესაჯდომოთ, მაგრამ რაღაცები მაინტერესებს და აუცილებლად უნდა ჩაუჯდე. ხო და ჩემი მეუბნებიან რომ უფრო მეტად გაქექავ რაღაცებს, ხო მით უფრო ბევრ რაღაცას აღმოაჩენო და მართლა ეგრეა მე მგონი. მე ვიცი ხოლმე ჩემით დიაგნოზების დასმა, ანუ აი თან როგორი დასმა, იცი? წყალი რო არ გაუვარო ეკა, მჭირს ეგეთი დასმა და მე ამაზე ნერვიულობ. ხო და მე მგონი ჯობია არ წავიკითხო. გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ